იქნება ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი თბილისში და მოხერხდება თუ არა ერთ პოზიციაზე შეჯერება. კონსულტაციები ლელოსა და გახარიას გუნდებს შორის ისევ გრძელდება. ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ, რომ საზოგადოებას საუკეთესო კანდიდატი შესთავაზონ. სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციით მსჯელობა მიმდინარეობს ალე კოელისაშვილზე, გიორგი შარაშიძესა და მერაბ სეფაშვილზე. მათი თქმით, საერთო კანდიდატის წარსადგენად ვადა 4 სექტემბრამდე აქვთ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ისევ ბოიკოტშია და საერთო კანდიდატზე საუბარს აზრს მოკლებულს უწოდებს. ქართულ ოცნებაში კი დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებენ. ძალიან მალე, ძალიან ცოტა დრო დარჩა, უბრალოდ ჩვენ ვიყვენებთ ჩვენთვის მონიჭებულ იმ დროს სამართლებრივად რაც გვაქვს და იმ დროის მაქსიმუმს შეთანხმებულ კანდიდატს წარმოვადგენთ, როგორც მუნიციპალიტეტებში მაჟორების სახით, ასევე რა თქმა უნდა მერობის კანდიდატებს. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი შარაშიძის კანდიდატს, რა თქმა უნდა, განიხილება 10 კანდიდატი იყო, ნელ-ნელა გაიფილტრა, რაღაც დავიწროვდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება შეთანხმებული კანდიდატი. არავით არის გაუგებრობა ამ თანამშრომლობის ნაწილში ჩვენ მათთან და მათ ჩვენთან არ გააჩნიათ. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსტრუქციული საუბრები და არც ერთ ნაწილში, არც თბილისში და არც რეგიონებში შეთანხმებული კანდიდატები ცალსახად გამოკვეტილად არსად არ დადებულა. მიდი შეულებრივი წინასაარჩევნო სამზადისი შრომა არ დაპირისპირება არ არის თუილია გამბოლი. ჩვენ პოლიტიკურ ისტორიაში ძალიან კარგი რამ ხდება, რომ ორი ძლიერი, ორი გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი, ერთის მხრივ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს და მეორეს მხრივ გახარიას პარტია ძალიან კოორდინირებულად უმოქმედებთ. რაც არის უპრეცედენტო ამბავი, მე არ მახსენდება ბოლო 30 წლის მანძილზე, რომ ესე ორი პოლიტიკური ჯგუფი ერთმანეთის კონკურენტი ასე სინქრონში მუშაობდეს. რაზეც შევთანხმდით გაიგებთ რამდენიმე დღეში. კონკურენტი არ ამყავს. მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, შესაბამისად არავის არ მივიჩნევ კონკურენტად. მე ვიქნები იქ, სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს მოვალატე მთავრობა დავამარცხოს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ აი კონკრეტულ კანდიდატურებს და ზოგადად ესეთ დეტალურ პროცესს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ აქვს, ვერ ვხედავთ აზრს. მარტივია ეს არის სპეცოპერაცია, ვინ რა როლს მოიდგებს, ვის რა როლი ერგება საკუთარი ინიციატივით თუ ივანიშვილის გაწყვეტილებით, ამას საერთოდ პრინციპულ მნიშვნელობა არ გააჩნია და არც ვფიქრობთ, რომ საინტერესო იყოს ამ საკითხებზე მსჯელობა. სპეცოპერაციაში მონაწილეობა თავისთავად ნიშნავს თვითდაზიანების რეჟიმში გადასვლას. ამიტომაც შეუძლებელია, რომ რაღაც პოზიტიური პროცესები წარიმართოს რომელიმე იმ ძალაში, რომელიც აი სისტემური ოპოზიციის როლს ჯერდება და იღებს მონაწილეობას ივანიშვილის სპეცოპერაციაში. ჩვენთვის არ არსებობს თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის ფარსი. დასანან შეცდომას უშვებენ ჩვენი, ასე ვთქვათ, კოლეგები, ვინც ამ ფარსში მონაწილეობს. ხოლო რაც შეეხება თქვათ ერთიანობას, 4-ით და ამ რაღაცა ფარსით არ იწყება საქართველოს ისტორია, ჩვენ ყველას ერთმანეთი აუცილებლად დაგვჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რეჟიმმა არის სარგებლოს ჩვენი დაგსაქსულობით. იცით, ცნობილი ძველი ფორმულა, გათიშე და იპატონე და ამის შანსი არ უნდა მივცეთ ივანიშვილი. ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას, იგივე ნაცმოძრაობას და მათ ფილიალებს არანაირი შანსი არც ჰქონდათ და არც ექნებათ არც ერთ არჩევნებში. ეს ძალიან კარგად იციან მათ შორის დედანაც მოძრაობაში და ამიტომაც არის რომ მონაწილეობას არ ღებულობენ. იმიტომ რომ აირჩიეს ვითომ ბოიკოტის გზა ამ დროს იციან რომ წააგებენ და ამიტომ თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებენ რომ ვითომ ბოიკოტში არიან. და შეეხება ლელოს და გახარიას ასევე აქაც რა თქმა უნდა უშანსოდ იყვნენ და გამოჩნდა კიდეც ერთი თვეა თვენახევარი დარჩენილი არჩევნებამდე და ჯერ კანდიდატებზეც კი ვერ შეთანხმდნენ. ეს ორი პარტია და მის ლიდერები საკუთარ ამორჩეველს უმტკიცებდნენ, რომ ამ ქვეყნის გადასარჩენად იყვნენ პოლიტიკაში და იბრძოდნენ, თუმცა ალბათ სწორედ მათი ამორჩეველი ყველაზე კარგად ხედავს, რისთვის იბრძვიან ერთმანეთში, როდესაც ელემენტარულად კადრებთან მიმართებითაც ვერ აკეთებენ შეთანხმებას და ვერ ერთიანდება. ის უკვე გაცვეთილი კადრები, ვინც მათ შემადგენლობაში ჩნდებიან, ეს ერთი ოფცია არის, ხოლო მეორე შემთხვევაში დავინახავთ ვინმე ახალი, ვინ გაიუფასურებს თავს ლელოსთან და გახარიასთან საკუთარი სახელის დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ პარტიებს ნული აქვს შანსი, რომ რაიმე ხელშესახები წარმატება მიიღონ.